ვაი ადა აი არ მიშველა ამან ავიცი აუ იმდენი ხანი მეკეთა ალბათ რომ მოფახფახდა და აღა თან შეხო სუქანი ხარ ქონებზე არედება ეთყობა კარგად ავიცი ბადა ძალიან სულათავა მთელი ღამე ნერვიულობდი არ მეძინა ხო მესმოდა სხვათა შორის ხო მესმოდა რომ ნერვიულობდი ხო მე მოვედი ჯერ ერთ ხარის გადაგაბრუნე მე მეორე ხარის გადმოგატრიალე მაგრამ მაინც ნერვიულობდი მე დაუსტვინე მოდა მე გააჩერე ნერვიულობა ცოტა ხნით მაგრამ მე ისევ ანერვიულდი ძალიან ხმამაღლა ნერვიულობ ლაშაშე რა ვიცი ბადა რა ვიცი ძალიან სულათავა რა მე ვიცი რატო ხარ შენ სუდად რატო იმიტომ რომ შენ ყავს მუცეში დოყლაპიები დოყლაპიები არის ის შენ დოყლაპიები დიდი თვალები აქვს და ესე ზევით იყურებიან არის ის და მე ესე ნელა იბერებიან და სკდებიან ეს ნელა აი ეს მე ამოდიან ახალი ყლაპიები იბერებიან ესე კლებიან და ამოდიან ახალი იმიტომ რომ დოყლაპიები რა დროს დოყლაპიები რა დროს ეგარი პატა რა დალევყავა არ მინდა ლაშა არ მინდა რაც ის გათხოვდა იმის მე არც ყავა არ დამილევი არც შაი არ დამილევი არც შაის არ დავლებ არც ყავას არ დავლებ და თუ ამზადებ ბარემ შენთვის მეც დამისხო ოღონდ ყავა არ მინდა შაის დავლებ რანაირი გინდა ჩაი? რანაირი მინდა და 8 კოლზი შაქარი ჩაყარი და 14 ჩაის პაკეტი. და იგე? ო. რა ვქნა ლაშაბოს, ხო ნებისმიერი კომბინაცია გემრიელი გამოდის და და სმარტო ამ ჩაის თუ რაღაცას დავლევ თუ მიაყოლებ რამეს? მივაყოლებ. მან ის არის ერთი კვირის პურია და ეგ და დაფნა მომეცი. ოღონდ ცივი წყალი დაასი მართლა. არ დამოვიწყდეს. აჰა. მოიცა პატა, ეხლა შენ ეს დაფნა და პური რატო გინდა რომ დაიტანჯო, ხო? დავიტანჯო, იმიტომ რომ ღირსი ვარ, მე უნდა დავიტანჯო ლაშა. შენ მართალი ხარ, პატა, მართალი ხარ, კი იცი? ჩავალ მეც უნდა დავიტანჯო და იცი როგორ? ჩავალ ტონეში. 8 თონის ცხელპულს ვიყიდი. წაუსვამ კარაქს, შილით ყველ შავდებს შევჭარო დავიტანჯო რა ვიცი. მომისმინე ლაშა ერთი წუთი შენ ეხლა ძალიან ორმიცელობა და დეპრესიას ზურე ვაქ ერთმანეთში. ეკლა ვერ ხვდები სწორედ მოვიქეცი ლაშა სახლიდან რომ გავაგდე თუ არა. რა ვიცი. გონი კი. ხო, კი, მგონი სწორად მოიქეცი. თუ არა. ხო, არა. ხო, უფრო კი. თეკლა მივხვდი, შენი ბრალია ვერაფერს რომ ვერ ხვდები. ხო, ჩემი ბრალია. აი თეკლა რა შენ რა შუაში ხარ? ხო, მე რა შუაში ვარ. კარგი რა თეკლა მირჩიე რამე. ხო, რამე უნდა გირჩიო. რა ვქნა არ ვიცი, ჯერ ქმარს დავშორდი, ახლა ძმას ვშორდები. ხო, ჯერ ქმარს გაშორდი, ახლა წყალი მომიტანა. ხო, წყალი უნდა მოგიტანა. თეკლა მართლა? ხო, არა რა ვერ ხვდები რა მიიყვანა ლაშა აქამდე. მესმის რომ სამსახური ვერ იშავა, მაგრამ მოეძებნა რამე სხვა საქმე. აი მაგალითად მიებადა ჟოზესთვის. ხო, დალია. არა და შეხედავ ნორმალური ადამიანი ჩანს. ხო, პატაც. ნუ თუ ძალიან არ დააკვირდები. ელენე ნიკაა და არ შეიმჩნიო, ეხლა 500-ზე რომ ხარ.
ვაშეკლა. ოხვედი ნიკა. აჭირსავს. არაფერი. და შერავაჭის. არაფერი არა ნიკა. აჰა, ჩიტებო, კენკეც, გარჩეული მზეს უმძირის გულები. მიზდი, მე არ ვარ ამის ღირსი. კენკეც თქვენ, კენკეც. არ ვარ მე ამის ღირსი. მე არ ამის ღირსი ვარ, ეს უნდა ვჭამო, ეს, აი. ეგარი. ბატა. შენ კიდე მაგოგოს უყურებ, ა? მართია, ლაშე, კიდე რა, აბა, ის კი არ არის ესე, ერთბაშად რო გადავეციო. ესე. ნელა უყურებ, ცოტას უყურებ, მერე კიდე ცოტას უყურებ, ცოტა და მერე საერთოდ აღარ უყურებ. აბა? მოიმელაშა! მოიმე შეხედე ვისთან ერთად არის ულამაზესი შეხედე, ლაშა მოდი აქ. ხედავ. შეხედე, რას გავს რანაირი კაციაც რა არის, რას გავს? შეხედე, ლაშა დაბალია და მელოტი ვარ მელაშა. გავგიჟდები ახლა, შეხედე თან, ახლა ის დაიხარა, ულამაზესი იმასმა აკოჩო, შეხედე, ლაშა, შეხედე. სახედე როგორია ეგ, სახე? მე რა ვიცი ლაშა, რაც ხედავ ამის სახეს, მარტო ისეთი დაბალია, მარტო მელოტი უჩანს, მე რა ვიცი. შეხედე, ლაშა, ვაიმე რა, შეხედო, შეიძლება გაგიჟდე, ლაშა, ისი რა დაბალია, ისეთი დაბალია, მე მგონი რომ დადის მტვერს უნთხავს ეს. არ მინდა არაფერი არ მინდა ამათი არც ყურება მინდა და არც არაფერი არ მინდა საერთოდ. აბა სადიყავი მომიყევი. მე ბებია და ახალი ბაბუ ვიყავით მუშტაიდის ბაღში. კარგი იყო ნიკა. კი, კარგი იყო. თავიდან საქარელებზე ვისხედით. მერე ცუდად გახდნენ. მერე ისევ კარგი სასწრაფოს მანქანით რომ ვისეინი. ნიკა, ისა და რატომ გახდნენ ცუდად? რა ვიცი, ერთმანეთს დასდევდნენ და. რატომ დასდევდნენ ერთმანეთს? გაიზრდები და მიხვდები. მე მგონი უკვე გავიზარდე. ისა, ნიკა, და როგორ მოგწონს შენი ახალი ბაბუა? რა ვიცი, რაღაცნაირი კაცია, რაღაცნაირი მელაპარაკება. ლუკულაკა ნიკუჩა. ლაშაბიძე სად არის? ლაშაბიძეა პაატასთან არის, ხახვი უნდა გამოართვას. რამდენი ხანი ასაკეთებს იქ? რა ვიცი, არ აძლევს ეთყობა პაატა ხავს. ხო იცი რა წუწურაკია. მე ვიცი რატომაც არის ლაშაბიძეა პაატას. რა? შენ სულ ჩვენთან ახარ. ვეხვდები რომ ადგილი აღარ არის და ვეღარ ვეტევით. ხოთა ლაშაბიძეც იმიტომ გადის პაატასთან. ნიკა ფულა ბალიშია. ლაშაბიძე მომენატა როდის მოვა? ნიკა მომეცი ეგ ბალიში და ანი გამოიცვალა მომეცი. ამას ძმარი ვინ დაასხა? გადადეს მეორე ბალიში მომეცი. აღარ არის დამიმატე ცოტა. ძალიან ცოტა ვარ პაატა დამანები თავი რა. შენ რა ცუდად ხარ, ცუდად ვარ მე. მე უფრო ცუდადა ვარ. შენანაირად ხარ, შენ უფრო ცუდად ვარ მე გეუბნები. მე უფრო ცუდადა ვარ. ლაშა მე უფრო ცუდად ვარ მეთქი გეუბნები. ლაშა მე უფრო ცუდად ვარ. აი ეგ. შენ თუ უფრო ცუდად ხარ, რატო ხითხითებ, რატო იცავით ხარი, აბა?
ჰა? ხო, კარგი, შენ უფრო თუდად ახარ. ეს მე უფრო თუდად ვარ მოვიგე. კარგი ხარ და ეხა პაატა. ესე იგი გამოდის რომ მე უფრო თუდად ვარ, მე მოგიგე. არა, რატო გამომაგდო ელენი, არ ვიცი, მე არ მესმის რა. რა ვიცი ლაშა, რა გითხრა, რატო გაგდებო? არ ვიცი პაატა, სანამ პატიოსანი შრომით არ იშოვე ბულს, მანამდე აქ არ დაგინახო. ხო და ისე რა ქვია, სადღისი ნაცარი და ჭენტი ყველი ხო არ გამოგატანა კიდე. კარგი რა პაატა, რა სადღისი და ნაცარია. ჭყიდი ყველი კიდე ხომ არა. ლაშა რა არის ეხლა ვიფიქრეთ და არ ამგონი ხა შენ იმდენს რო ჭამდე რო დაუცეთ მაგის გულისთვის გამოეგდე სახლიდან ხო ამდენს უნდა ჭამდეს ადამიანს სახლიდან გამოაგდო წარმოიდგინე მაგრამ ეთყობა ბოლო დროს მოუმატე ხო კარგია ეხა ლაშა წეცით ეხლა ეს სახედარი ხო უნდა დაეტოვებინათ მაგდანასთვის ლაშა რა ვიცი პაატა არა გასაგებია ეხლა ეს სახედარი ხო მაგდანასია იურიდიულად იმათ ეკუთვნით ხო რა ვიცი პაატა მაგრამ რა არის ეხლა წარმოიდგინე ეს სახედარი რომ ხო დაეცა მერე ცუდად რო იყო და შიმშილით რო ყდებოდა იმათ ხო იპოვეს აჭამეს მოუარეს დააყენეს ფეხზე ანუ იმათ ეკუთვნით ხო გამოდის რა ვიცი პაატა რა ვიცი რა გჭირს ლაშა შენ კიდე რა გჭირს არის დეპრესია მაგ პაატა დეპრესია მაგ და რა ვიცი მე ვის ეკუთვნით ეს ვირი ჯერეთ ეს ვირი არ არის ეს არის სახედარი მეორე წესი დეპრესია მაგ მე და ძალიან ხო შენ სხვა რამე მოიფიქრე სხვა როგორ მოვიფიქრო პაატა რა ვიცი მე რა როგორ გინდა ისე მოიფიქრე რა გინდა ის გააკეთე მე რა ვიცი გასაკეთე კიდე კარაქიანი პური დაგიჭერე ჯარისკაცებად არა ლეიტენანტებად არა ოფიცრებად პოლკოვნიკებად პაატა ასე გენერლად მინდა რომ მივირთვა მე რა გინდა მიირთვი გენაცვალე გენერალად და როგორც გინდა რას მეჩხობები ვერ გავიგე გითხარი დეპრესია მაქვს მე და შენ სხვა რამე მოიფიქრე არ მაინტერესებს ეგ რა მოიფიქრე პაატა სხვა რამე მოიფიქრე როგორ მოიფიქრო სხვა რამე ლაშა ერთი წუთი ძალიან ხუს შემომხედე რა შემომხედე ლაშა ვერ ხედავ როგორ ჩამოვწუნდა ჩამოვხმი კაცი ამ დეპრესიისგან შენ კიდე შენ ხარ ქურფა აბარა ხა ქურფა ისინი რო გაქრა კონები გარშემო ქურფა კონები არ ვიცი ძალიან ხო შემამდებოდი და მე მელაპარაკი დეპრესიაზე ძალიან ეს ბეკა ბაყაკის რა დღეს მომიკვდა მაინც და მაინც რა ჩემი საწყალი ბაყაკუნა ჩემი ბეკა ბაყაკუნა დაუქნა ეხლა რა გავაკეთო ხმის გამცემის არავინ არ ყავს პაატა აქ არა ვარ მე როგორ არ აკავს ხმის გამცემი კარგი რა ლაშა რა მიდი თქვი მაშინ აბა ყიხ მიდი თქვი ხო მოიწახი აქ მიდი თქვი ყიხ თქვი მიდი ყიხ ხო კარგი მითხარი ყიხ Tu gamagi rana ini khari gamagi khari khalasa oh beka baqaqi eta gatxovilიყო იმისავით ჩემი ბეკა ბაყაყი და არ მომკვდარიყო კარგი და პაატა რა კარგი მართლა და მართლა რა უაზრო დეპრესია გაქვს რაღაცა ამფიბიის გამო კარგი დაწნადი ორივე ვარ დეპრესიაში თუ დეპრესიაში ვარ გენასვალე კარაქეპურებს კერმოვი ვუყმებოდეთ აქ და კერმოს კადებოდეთ უნდა ვიტანჯებოდეთ ლაშა ჩვენ თუ დეპრესიაში ვართ კარგი და პაატა აი როგორ უნდა ვიტანჯებოდეთ როგორ და აი წყალი გადავკედო და წიწაკები ვჭამოთ არ იატაკზე ხაფანგი დავაგო ჩუქი ჩავაქრო და ფეხშელებმა ვიაროთ სიგნალებში ან პური დავშრათ ისე წურლად ესე პატარა იმენ ნამჩეცება დავიყაროთ სახეზე გავიგეთ გარდა ჩიტებს ავაკენკინოთ ან რა ვიცი რა ფასი რა გიცხობ რომელი გიცხობ
კარგი და პატარა რა უნდა ვიტანჯოთ რა უნდა ვიტანჯოთ კარგი და დეპრესიაში დამიწყო ამანაც მომიდომა იცი რა გეტყველა შამ აპატია ასეთი პირდაპირობისთვის მაგრამ შენ არ დეპრესია გაქვს არ სამსახური გაქვს არ სახლი გაქვს ერთი სიფსუქრე გაქვს და იმასაც არ იხდენ და ვერ იხდენ არ იხდება ეს ხობის ნაპატია ამომივიდა მართლაყელში არ წავედი მე წავალ სადი წავალ სადი სადი თუ გაეტევი წადი აი შევიდე სელენე ახლა სადარბაზოშია და თუ არ წავალ განახეთ მაგას აი წავიდა არ მინდა შენი არა წავედი ისა დამანება თავით როცა წავიდა და არჩით ეხლა ეს მე და ჩემი მკვდარი ბაყაყი არა ეხლა ეგ ბაბუას უნდა გავაგები მე ბაყაყის ამბავი არ გამოვის ბაბუ ხო მე ვარ ბაბუ უემზადე ბაბუ ვერ გირეკავ კაგაბავზე ბაბუ კოტე ბაბუ ვეიდე ბაბუ აი მე თლივს გითხარით ხო ხვდებით არა ძალიან მიჭირს საკუთარ ძმაზე ასეთი რამის თქმა კი ხვდებით ელენე მაგრამ მე და ნუნუ დეიდან ისედაც ვიცოდით ეგ ამბავი და გამოდის რომ ტყუილა მოყევი აი ხო ისე ვარ განერვიულებული რომ საერთოდ ვეღარ ვაზროვნებ ესე იგი პროფესორი და პაატარო შემოვლენ თავიდან უნდა მოუყვეთ ჩემ ძმაზე ყველაფერი არა ელენე არ არის საჭირო რომ მე ყველაფერი მოუყევი და შენ აღარ გეტყვა აი არ დაიწყო ხა რატომ შეწუხდი რა რაღაცები მეზობელი ვარ გვერდში ხომ უნდა მოგიდგე არის ნუნდეიდა ელაპარაკეთ კი მე მოუყევი ხო და ცირა რა მე მგონი არ მისმენდა რომ დავამთავრე მოყოლა ყურებიდან ჯოხები გამოიღო და თქვა მოგიხდებათ ყურებო მე შევაპარაკეთ პაატას ჩვენ ხომ გვეგონა პაატა ვის ნარკოტიკ მომხმარებელი ო არ ყოფილა ხო იცი რა მითხრა მე ლაშა არ ვიციო მაგრამ მე კრისტალივით წმინდა და დეპრესიული ვარო კი თურბინდაც თავი დაიფიცა და ხო იცი მაგას ყველზე არ დაიფიცებდა ხო არა გულის გოგო რომ დაიფიცა კი უფრო მეტკინა გული მაგრამ გულის სადღაც კუნჭულში მაინც გამიხარდა მოგზანდით ბატონო პროფესორო გავიგე გაგიგიათ უკვე რაც უნდა მეთქვა მოკლედ ლაშა უნდა ვიპოვოთ ესე იგი ტელეფონი გამორთული აქვს არავინ არ ვიცით სად არის პაატასგანაც ნაჩხუბარი წავიდა ვაიმე მეშინია რამე სისულელი არა უტეხოს თავის თავს გაბრაზებულს აბა თქვით ვის რა ვერსიები გაქვს სად შეიძლება რომ იყოს ბავშვობაშიაც იმალებოდა ეძებეთ იქა ნახე უკვე მაცივარში აი ელენე კაპანაძეებმა იყიდეს ახალი ნაკვეთი და შიგ ჩადგეს ისეთი კოტეჯი და ყოველ შაბათ-კვირას მიგენ არიან ესე ახეინათ და ისვენებენ და ესე იგი შეიძლება ლაშაც იმ კოტეჯში იყოს ხო? აი მე ლაშაც კი არ ვიცი მაგრამ არ მეთქვა გამისკდებოდა გული რა ლაშას უნდა დავეხმაროთ აი მე ელენე დაგეხმარებოდი მაგრამ ცირა მეშინია პოლიციასთან არ მინდა საქმე დავიჭირო იცი არ მინდა ამოგვიქეკონ ჩემი ემზარი აქციებზე რო დარბოდო ჩვენ რაში უნდა დავეხმაროთ აბა გამოვა და სახელმწიფო დაეხმარება დაასაქმებე რამე აი რა ხდება აბა რამე კარგი ამბავი ხომ არ გაქვს არგით ხალხო გამწინით შემომხედეთ ერთი მე კარგი ამბავი როგორ მექნება არჩით ფერა მოგუშული სახეები გვაქვს რა მადლობა რომ განიცდით ჩემი ბექა ბაყაყის სიკვდილს დიდი მადლობა რა დროს ბაყაყია ის ვერ არის კარგად დაჯექი და თქვი შენი აზრით სად შეიძლება იყოს ლაშა ავიცი ელენე სად შეიძლება იყოს ისე გავარდა ჩემი სახლიდან რომ შეიძლება პირდაპირ უცხოეთში წავიდა მე რა ვიცი უცხოეთში აი მე ნეტარას ჩამომიტანს
ახო, მე იქნებ მართლა წავიდა ქვეყნიდან. დედა ამხელა კაცი თუ საზღვარზე გაეპარა, ზედა ყოჩხებს არო. შეიძლება რა მოხდა ისიც რომ ოპერაცია გაიკეთა და ქალად გადაკეთდა რა. ხო. სავარაუდოდ უთქუნა ქალი იქნება ვინმე. უთქუნა. თვითონ უთქუნა არის და ქალის უთქუნა იქნება. კარგით რა. ლაშა. ლაშა. შემაქცია ყველა მიმატობა არავის აღარ მაინტერესებს ჟოზე სუშენი ბრადია ჟოზე იხარია ხო? იხარია ხო შენ ახლა წარმატებული ხო? ცნობადი ხარ, იცნობს ყველა. მე კიდე ამეტედა ცხოვრება ამერიკა. მოროტი ყოფილი ხარ შენ ჟოზე, მოროტი. Rașoache. Asta nu va fi relene. Păi uite, agă 4 ცოლი მელოდება. მეგობრები და ვის ფილი. მე აქ მომედი რომ არ ეჭინოთ ეს. ლაშა. უნდა დავილაპარაკო. ელენე, აქ ისულობა. ლაშა, არ მინდა არაფერს ახსნა. შენ ჩემი ძმა ხარ და მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ. უბრალოდ ეს რამე ხოლმე ძალიან დაანები ამ საქმეს თავი. იშოვე სამსახური, შოვიგდი რომელიმე ცოლს, დაკავდი სპორტით, ცოტა გახდი ლაშა და ნუ იქნები ზარმაცი ამას ხომერს ხომ არაფერს არ. ადმობა დაო. არა ელენე, არა. მოდი შენ განაირახები ახლა. ლაშა, გახსოვს ბავშვობაში რადგან რომ წინდა სუა გამოდბოდი ხოლმე. გახსოვს ერთხელ შენ სათამაშო ბორში რო ჩავარდა და როდესაც მივხვდი ხო? ლაშა, ხო? ელენე, აი ლაშა. აი, თეკლა, შენ გაიცოდი აქ თუ იქნებოდა. მივხვდი ელენე, ერთხელ მე და ლაშა რაღაც ფილმს უყურებდით და საფინალო სცენაზე ლაშა გაეკირა და აქ მოვიდა. კი არა მეტირა, თვალში ჩამივარ და რაღაც და ამოვედი მაგითო. ხო, ფილმს უყურებდით და თვალში ჩავარ და რაღაც. აი მე როგორი ვარ, ფაგი ვერნახე. დაგაფალთ რა. ჰა, დაგაფალთ. გაიცოდი თქო იქნებოდა. ქალბატონი უკან ბუზღუნი მომესმა რომ რა ამ სიმაღლეზე რა მაიყვანეს სუხანიო და მივხვდი. თქვენ საიდან მიხდით ქალბატონო? საიდან და პროფესორმა მიხა. მე საიდან მიხდი? დავინახე შერვა მოდი. ლაშა, ხედავ ყველას როგორ უყვარხარ. ლაშა, ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით, ყოველ შენს მხარში ამოგიდგებით, ოღონ დაანებე ნარკოტიკების გაყიდვას თავი. რა? გინდა მხოლოდ ვიჭერო რა, დაანებე მაგსაქმიანობას, თავი და მოკიდეთ ეს ერთად წელენი ბატონ ჟოზე. მოიჭადე ხა თქვენ გო ელენე თეკლა არა ნუ ვიცოლა ხო რა იყო მე გამოვხდი თუ წავედი იყავით მოიჭადე ხა თქვენ გონიათ რომ მე რას ლაპარაკობ მე ვარ მომისმენთ, ამოდი ჩავიდე და კარგამენტში ამოვიდე. არა, მოიჭადე უნდა გითხრათ ხალხო, მე ვარ ჟოზე! ხარებელის ყოფილი. ხო, არჩერა, ხო? არჩერა. ვისა გავჩერა ტელეფონის რო? მე ლაშა. დაურეკე, აბა. დაურეკე, ხო, აბა დაურეკე. ხო, დაურეკე.
გავიდა, ჩემთან დაკავება. გავიდა. გავიდა, ლაშა, გავიდა. გავიდა. აი ახლა ხომა გამოგთული. აჰა. ჟოზე გისმენთ? ჟოზე, ჩემთან ისევ დაკავება. ლაშა ხარ ჟოზე? ხო. ხალი გოგეცი. აჰა. ხალხო მომუკა მე იმდენი რაღაცა ნახე ამ ცხოვრებაში უკენდელი მოვასწარე რომ არაფერი აღარ მიყავს მესა რა თქვა შენ ხალ ჟოზე? ო მე ვარ. ი ვაი კონდინერი ხარ ბიჭო. ვაი გე ბატონო ჟოზე ყოფილა ლაშა. ვიცოდი. საიდან? გაგინა. თუ დაინახე მითხარი. ძალიან მაგრად ხედავს ეს. რავი, არც არავის უკითხია რომ ეს აღარ გავიგია. ძალიან კი მეუხერხულება და მოდი გიხით რომ გიმალავდით ამ ყველაფერს და ნაცავარია თათიას და მე არ მიყვას ერთმანეთს. ხო არა მოვიგონეთ რომ ეს თქვა ჟოზე არ გამგემხილა. ხო, მე რა კარგად დამთავრდა ყველაფერი. შავიდე თორემ ერთმანეთნები გაგწოვდა და თავი დამიმძიმდა. ერთი გაკახვიდეთ ხალხო ძალიან ხოთ მეც მაგ რაღაცა თქვენი. გაკახვიდეთ ერთი წუთი. მეც მაგ ხალხო რაღაცა თქვენი მოგიწვით რა. ხალხო მე დღეს ბაკალხი მოგიკვდა. არა ლაშა, არა, როგორ ვერ მივხვდი, არა და ბავშვობაში გახსოვს როგორ გიყვარდა ცხობა და გახსოვს ჩემი სათამაშო ცილაში ნამხوارს რო არ ცხობდი ლაშა. ხო და მე როგორ ჩხუბებოდნენ სილიანი პირები რატო გახსოვს? ლაშა, მაპატიე რა. კარგი რა, რა უნდა გაპატიო? არა ლაშა, მართლა მაპატიე რომ შენზე ცუდად მიფიქრე, მაპატიე რომ სახლიდან გაგაგდე, მაპატიე რომ კარგი ნელა ცოტა ნელა რო გავიგო რა გაპატიე თორე თუ ვერ გავიგე ხო ვეღარ გაპატიე. ლაშა, მართლა მაპატიე. და მიიღე. კარგი. პატა. ირი. რა პატა სრემლები გაქვს რა. დავინახე. მე გონებს იმაში აღშენოჩევა. საშები პატა ხა წამოხვალ თუ დარჩებია? არა, ვიქები ყველაში. აზრი არ აქვს წამოდი თორე ეს მართლა იქნება. არა ლაშა. აი ესე დავჭით ახლა მე და შენ მარტო. მე და შენ შემოანტენა. აი მე. არ ვიდა დავედი დარჩი შენ მარტო შემოანტენა. საყვარელი ხარ ლაშა, არა როგორი საცხობი მოგიწყვია სხვენზე? არა ლაშა, როგორ ვერ მივხვდი? რანაირად მიხვდებოდი ელენე ხა ყველა კვალს სერიოზულად ფარავდი და ვანილის სუნი კი აგდიოდა, მაგრამ მე მეგონა უმუშევრობის გამო იაფასიანს უნამოს ისხავდი. ლაშა, საფემო შენთან. გისმენთ? შენთან კი არა, ჟოზესთან. მაშინ გისმენთ? ლაშა, რა არის იცი? ხვაც თაღამოშებთა სტუმრად მოდის ჩემი მული, ჩემი მაზლი და ჩემი მაზლის სოლი და მინდა თვალების შუბლზე ავიდეთ ისეთ ტორტი გამოაცხო. იცი როგორი შოკოლადის, ხილით 50 კვერცხიანი. ო, ნუ ცოტა ძვირი კი დაჯდება ეგ ხა ნუ მოვიცოლა. ხო, ვიცი კი ძვირი დაჯდება, მაგრამ ახლა ფულს ხوار შემოკადრებ ჩემო, ჩემი გული ხა ჩემი
სულ გენაცვალოს. იცი რას ვიზა? კარგი საჩუქარი ჩემზე იყოს. რას ლაპარ? ჩემ ინდირამ გამოგზავნა ჩემ ემზარს არაჩვეულებრივი შარფი. ერთი სამჯერ გაიკეთე და მიაგდომენე ციყვებიანი შარფი რა კაცი საქმეო და ცოტა შარფი შარფის შემ შარფს. სადაც აზამთარიც მოვახლოვ. დიდი მადლობა ნუნუ ბიცოლა, დიდი მადლობა. ой, რა მადლობა მცირეზე. მცირედი კი არა, არაჩვეულებრივი სიტყვის მასალა თორე ისეთი კარგი შარფია შალის არაჩვეულებრივი. აჰა, კი. ვაიმე, ელენე, რა ბედნიერება, რომ ჟოზია ჩემი ლაშა, ყოველდღე ტორტი მექნება სახლში. ბედნიერება.